რუსეთმა თავისი განვითარება ევროპის ნაცვლად უნდა გადაიტანოს აზიაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. გაიხადოს პარტნიორად ჩინეთი და ინდოეთი. მათთან დაამყაროს სავაჭრო ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები. აი ამ მიმართულებით წავიდეს. რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს, არავინ არ ამბობს იმ დოქტრინაში, რომ ესენი უნდა იქნას შეერთებული რუსეთზე, მათ დაკარგონ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება. ეს ქვეყნები უნდა იყვნენ ყოფილი რესპუბლიკები. ყველა უნდა იყვნენ ლოიალურები რუსეთის მიმართ და უნდა წარმოადგენდნენ ბუფერს დასავლეთს და რუსეთს შორის, რომელი ბუფერიც უზრუნველყოფილს ახდის რუსეთის უსაფრთხოებას, რომ ისინი პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევლიან დასავლეთის სამხედრო ბლოკთან. და აი ამ ტერიტორიებზე დასავლეთის სამხედრო ბლოკის გავრცელება, ანუ ნატოს გავრცელება უნდა იქნას აკვეთილი ყველანაირი ფორმით. ამ დოქტრინის ესე რომ ვთქვათ, ეს პუნქტი პირველად იქნა გამოყენებული 2008 წელს საქართველოში. მას შემდეგ, როდესაც იქნა გაცხადებული ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, რუსეთმა დაიწყო უშუალოდ პირდაპირ მოქმედება, ამუშავება ამ ყველაფრის. ჯერ საქართველოში დაამყარა ის, რაც დაამყარა, ომი და სამხედრო ბაზები. ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ეს პროცესი, ხდება ჩამოშორება ევროპის ტერიტორიის ენერგეტიკული ეკონომიკური კავშირებით და უახლოვდება ჩინეთს და ინდოეთს და ქმნის აი ამ ბუფერს, რომელი ბუფერის მიხედვითაც დარჩენილი არის ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. აი ეს არის პასუხი შენ კითხვაზე, თუ რას უპირებს და რა გეგმები აქვს. არ არის მათ ინტერესებში, რომ ეს ტერიტორიები იქნას შეერთებული, ანუ ყოფილი ახლა იქ უკრაინაზე კონკრეტულად იმიტომ არის საუბარი, რომ ის უკრაინული ის ტერიტორიები, იგივე ქალაქი ოდესა, იგივე ყირიმი, იგივე დონბასი, ეს სუფთა რუსულ მიწებად ითვლებოდა ყოველთვის, მაგრამ იქ ბალტიისპირეთზე და საქართველოზე და ასე შემდეგ ეს ზედმეტ თავის ტკივილია აქ რუსული ეთნოსი არ ცხოვრობს, არ ჭირდებათ მათ პირდაპირ საზღვარი ნატოსთან, მათ ჭირდებათ ბუფერი საქართველოს, იმას რუსეთს და ნატოს შორის საქართველოს სახით და საქართველო არ იყოს ნატოს წევრი და იყოს ლოიალური რუსეთის იმპერიის მიმართ. აი ეს არის მათი გეგმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების მიმართ. რა ვიცი, შევეცადე, მე მგონი გამეცა პასუხი. ნახო, რა კითხვებია? აი კითხვა აგერ ლუკა მეკითხება, რომ შეიძლება ზელენსკი არ მოგწონდესო, მაგრამ რუსეთის გაუმარჯოსო, რატო უნდა ლაპარაკო? ვინ ამბობს, რომ რუსეთს გაუმარჯოს სიტყვაზე? ახლა ნახეთ, რომ რუსეთს გაუმარჯოს. თქვენ კაი დედმამიშვილებო, აღქმა არა გაქვთ? რატო გინდათ სირაქლემის პოზაში ყოფნა ყოველთვის? რუსეთს გაუმარჯოს კი არა, ის რეალობა რაც ხდება, იმ რეალობაზე არის საუბარი, რომ დაბნელებულმა და დაყრუებულმა გონებამ ხალხში, აი როგორც 2008 წლის ომის დროს წაგებულ ომზე რო იზახოდნენ, ჩვენ ომი მოვიგეთო, ისი არ დაიჯეროს ის ბევრი ტყუილები, რა ტყუილებიდან უტენიან ხალხს და ახლა თუ არ გინდა ვიზიკო შეხედო რეალობას ის რაც ხდება და როგორც ხდება და რანაირი გადანაწილებაც ხდება, ეს შენი პრობლემაა. შენი პრობლემა იყავი, დაიყარე თავზე სილა, იძახე სლავა უკრაინე, მალე კრემლში შევლიან და წითელ მოედანზე უკრაინული ჯარი ჩაატარებს პარადს და გჯეროდეს ახლა ამის მოხდება თუ არ მოხდება, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ რა ვიცი, კი პრიმაკოვი პუტინის მასწავლებელი იყო მაგ მიმართულებით. ჩვენ სად ვიქნებით და ჩვენი ბუფერი გათვლილი აქვთ ამ მიმართულებაზე, რომ და სხვათა შორის დიდი წვალება არ დაჭირდებათ. არ ვიცი, ჩემო კარგებო, ახლა ურთიერთობები ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ახლაც არ არის თბილი და ტკბილი, ახლა ხდება აღდგენა ამ ურთიერთობების, ამ კავშირების ხელახლა დამყარების, როგორიც უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის, მაგრამ რა არის ხალხო, იცით, რაღაცა ჩვენთან ხო არის ესეთი აპოკალიფსური სურათები დახატული. აი აპოკალიფსური სურათები, აი ეს სუფთა ბრიყული, მე მინდა ვთქვა